გადაცემის პარტნიორია წყალი მთის. იცხოვრე სრულყოფილად. საღამოშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ TV პირველს, მე ეკა ჩხეიძე ვარ და ეს არის გადაცემა პირველი სტუდია. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი არის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე. ადამიანი, რომლის ირგვლივაც ბოლო დღეებია, ბოლო პერიოდია, ხმაურიანი ამბები ხდება. მოგესალმებით, გიორგი, დავიწყოთ ინტერვიუ. დიდი მადლობა, რომ მოგბრძანდი. ვიდრე საუბარს დავიწყებთ, ბრომატის გარეშე წყალს გთავაზობ. სიამოვნებით. ჯანმრთელობისთვის და ენერგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთის წყალი 0%-იანი ბრომატით. წყალი და თან ჯანსაღი ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება არის. წყალი ორგანიზმისთვის აუცილებელია და მოდით ასე დავიწყებ. ვინ არის გიორგი ჩიკვაიძე? გიორგი ჩიკვაიძე არის ალბათ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც დაიბადა ამ ქალაქში, გაიზარდა და ძალიან უყვარს თავის ქვეყანა და საქართველო. ვინც ჩემ ისტორიას იცნობს, გადასარევად იცია, რომ ყველა პირობა მქონდა, რომ დარჩენილიყავი ევროპაში, იქ ამეწყო ჩემი კარიერა და გამეგრძელებინა, თუმცა ეს არის გამორიცხული, იმიტომ რომ ვერ არის ამ ქვეყანას აქვს თავისი რაღაცა მაგია, რომელიც არ გიშვებს. არ აქვს მნიშვნელობა კომფორტის ხარისხს, სად როგორ გზნობ თავს. გარდა ამისა, ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ძალიან მიყვარს ხალხი ზოგადად. ალბათ არ არის სწორი, მაგრამ ზოგადად ადამიანებისაც მჯერა ყოველთვის. რაღაცნაირად მგონია, რომ თავარი მამოძრავებელი ძალა, ზოგადად ჩემი ცხოვრების დევიზი ესეთი არის სიყვარული. თავარი ალბათ სამყაროს სიყვარული, იმიტომ რომ 17 წლიდან ძალიან დამოუკიდებელი ვარ. და ჩემ ცხოვრებას, ასე ვთქვათ, ვქმნი მე თვითონ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი, მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ და გვერდში მედგნენ. მაინც რაღაცნაირად განსხვავებული ბავშვი ვიყავი და ამ ჩემ ცხოვრების გზას თავიდან ბოლომდე რაღაცნაირად მე ვავითარებ. ამ ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრი სირთულეს მინახავს, ბევრი იმედგაცრუებაც მინახავს, მარცხიც, მაგრამ მქონდა სამი დევიზი ცხოვრებაში ყოველთვის, ეს იყო იმედი, პირველი, რომელიც არასოდეს არ მომშლია, ასე ვთქვათ. მეორე, ეს იყო ოცნება, ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის რაღაცაზე ვოცნებობდი და მესამე, ეს იყო მზაობა ყველაფრისთვის. ეს იქნებოდა ცუდი თუ კარგი მოვლენები. აი ამ სამა რაღაცამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა ჩემი ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ადამიანებთან, ჩამოაყალიბა სამყაროსთან და ხართ ის, რაც ხართ. ხო, ანუ რაღაცა ძალიან ღმრთ ვარ, ჩავიდე ყოველი დღისთვის მადლობელი ვარ და მადლიერი. არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება. თქვენ ახლა იმედზე და ოცნებაზე გაამახვილეთ ყურადღება. ადამიანმა თუ მოინდომა ყველაფრის მიღწევა შეუძლია თუ გამართლება საჭირო ამისთვის? ხო, საინტერესო კითხვა არის. იცით რა, ჩემ შემთხვევაში ყოველთვის ესე მოხდა. ჯერ იყო ოცნება, შემდეგ რამაც უკვე ცნობიერმა დასახა მიზანი და მე ამ გზას მიუყვებოდი, ხო? გადიოდა პერიოდი და მე ვაცნობიერებდი, რომ რაზეც ვოცნებობდი, რაც იყო ჩემი მიზანი, ყოველთვის ვაღწევდი. და ანუ გამართლება იყო ეს? რა თქმა უნდა, გამართლება აუცილებელია, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ახდეს კიდე დაუღალავი და დაუზოგავი შრომა. წინაგრძელ შემთხვევაში ფეხზე რომ გადაიდო, არაფერი არ მოვა. ხა წარმოიდგინეთ, ბოლო 10 წელიწადი ვიყავი ბიზნესში, სადაც წარმოუდგენელი იყო დიდი კაპიტალის გარეშე მოხვედრა. ანუ საიახტო ინდუსტრია ეს არის, როგორ აგიხსნათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახურული წრე. და წარმოიდგინეთ 10 წლის წინ ტურისტული რაღაცა ბილეთით კანის იახტების ფესტივალზე შევედი რიგი დამთვალიერებლად. აი იქ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად უნდა შემეცვალა. და 4 წლის თავზე ვიყავი მსოფლიოში წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ამ მიმართულებით.
შემდეგ უკვე საქართველოში ქონა წარმომადგენლობა და ფაქტიურად ამ ინდუსტრიაში რაღაცნაირად ჩვენი სახელი დავიმკვიდრეთ. სამწუხაროდ გავიდა 10 წელიწადი და იმიტომ რომ დღეს საქართველოში ყავს რუსული დიქტატურა და იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩვენი დასჯა, ეს წარმატებული ბიჭი გახდა ერთ დღეში კრიმინალი, არ ვიცი, საშიში და აუცილებლად უნდა დაისაჯოს აი ამ სტატუსით. ამ თემაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. კი ბატონო. ამბიციური ადამიანი ხარ ზოგადად? ალბათ კი. ალბათ ამბიციური ადამიანი ვარ, მაგრამ ეს შეეხება ჯანსაღ ამბიციებს. მაინც ყველაფერი დაკავშირებულია მიზანთანაც და ოცნებასთანაც. როგორ ფიქრობთ? აი, შვიდათ რომ დარჩენილიყავით, რაღაცებზე თვალი დაგეხუჭათ, რაღაცები დაგეთმოთ, უკეთესი იქნებოდა თქვენთვის ამ გადასახედიდან დღეს? ნუ ეს იცით როგორ არის ცხოვრებაში ყველაზე მეტად არ მესმის უპრინციპო ადამიანების. თუ სწორედ გავიგე კითხვა იმას გულისხმობთ რომ რაღაცეებზე ყურადღება არ გავამეხვილებინა და შვიდათ ყოფილიყავი, ეს იქნებოდა უპრინციპოა. რაც ჩემთვის ყოველთვის იყო მიუღებელი დღიდან ალბათ დაბადების. და შესაბამისად არის საკითხები, რომელზეც ცხოვრებაში ადამიანი ვერ გაჩუმდები და ყველაფერს ხელს ვერ მოაწერს. ეს შეიძლება ვიღაცაებისთვის უცხოა, მაგრამ ხო გეუბნებით, მე ცხოვრებაში ბევრი მდგომარეობა მინახია. ეს ყოფილა საკმაოდ ცუდი ფინანსური მდგომარეობა, ეს ყოფილა საკმაოდ კარგი ფინანსური მდგომარეობა, თუმცა ამ ყველაფერმა ჩემზე ვერ მოახდინა ეს გავლენა, რომ მე ჩემი პრინციპებისთვის მეღალატე. შესაბამისად ამ ბრძოლაში შესვლას ნანობთ? არა. ერთი წამით არ ვნანობ. ანუ იგივე სიზამდით რამე რო იყო აი თავიდან. მე ბევრჯერ მისაუბრია ჩემი ოჯახის წევრებთანაც, ჩემი ახლობლებთანაც, აი რო დრო რო გადავახვიე, საიდანაც დაიწყო ჩვენ ცხოვრებაში დიდი პრობლემები. დაუფიქრებლად ავირჩევდი ისევ ამ გზას, იმიტომ რომ ამ პერიოდში მოხდა ძალიან ბევრი საკითხის გადაფასება. ახლობლების, მეგობრების, ჩვენ აღმოჩნდა რომ 38 წლის ასაკში ძალიან ბევრი რაღაცა არ მცოდნია, ასე ვთქვათ, ჩემ გარემოცვასთან დაკავშირებით, ჩემ მეგობრებთან დაკავშირებით. საბოლოოდ ამ სიტუაციამ მოიტანა რა? ბუნებრივი ფილტრაცია იმ ადამიანების, ვინც მეგონა რომ სწორი ღირებულებები ცხოვრობდნენ, თუმცა აღმოჩნდა რომ ესე არ არის და უამრავი ერთგული ახალი მეგობარი, რომლებიც შევიძინე ამ ბრძოლაში. ადამიანები, რომლებიც ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. ანუ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა მორალური სიამუნება აი ამ პროცესის გავლა. ამიტომ მე ერთი წამი არ ავირჩევდი სხვა გზას. ეს ბრძოლა იქნებოდა ისევ ისეთივე ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ამითი წარმოუდგენელ ტანჯვას გავდივართ როგორც შინაგანად, ისე ჩემი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა. 2 წელია ჩვენ უკვე აკრძალული გვაქვს ქვეყნის დატოვება, ქვეყნიდან ვერ გავდივართ, 4-ვე კომპანია განადგურებულია ისე რომ იმის რეაბილიტაცია გამორიცხულია. რა თქმა უნდა, ამან ჩვენ ფინანსურ მდგომარეობაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და პლუს ნუ ცხოვრობთ რა რეჟიმში რო აგიხსნათ. სახლიდან რო გამოვდივარ, 2-3 მანქანა დაგვზდებს, გვიღებს ფოტოებს და ხან საიდან გვიტევენ, ხან საიდან, თუმცა ჩემი აზრით მათი ყველაზე დიდი შეცდომა. ანუ კარგ ვეტერინარად დარჩენამ, შვიდი ცხოვრება, პრობლემების და საქმეების თავიდან არიდებაზე არც გიფიქრიათ, ხო? არა, ცხოვრება არის მოგზაურობა. ამ გზაზე კარდიოგრამა ხან ესეა? კი, ბევრი ცვლილება ხდება. მე არ აი არიან ადამიანები, ვისაც მონოტონურად შეუძლიათ შვიდად იცხოვრონ, ხო? ანუ ეს ცუდი არ ეხლა ყველას არ შეუძლია ერთნაირად. მე ვარ ადამიანი ალბათ, რომლის ცხოვრებასაც შვიდად არასოდეს არ ჩაული. ყველა ეტაპზე, ანუ რაღაცა აი სულ ესეთი სკალა არსებობს, რომელსაც მიყვები და ალბათ მაინც ხასიათზეა ადამიანის, მის ბედის წერაზეც არის, მის ასე თქვა აზრებზე, რომელიც ფორმულირებას განიცდის, ანუ ჯერა ბრძოლით მოპოვებულიც ალბათ უფრო ქსიამო. უბრძოლველად მე მინიმალური წარმატებაც არ მქონია ცხოვრებაში.
შოუ ბიზნესის ვარსკვლავებთან ახლო და მეგობრული ურთიერთობები გქონდათ, ხო? კი, იციან ახლა აი ამ პრობლემების შესახებ. ბევრი მეგობარი მყავს ამ ბიზნესში, ანუ მაგ ინდუსტრიაში. ჩემი ბავშვობის მეგობრებიც მათ შორის და ძალიან ახლო მეგობრები. რა თქმა უნდა, ჩვენი ამბავი ყველა მიცის. და გეხმიანებიან თუ არა? დიდი ნაწილი დაიკარგა. დიდი ნაწილი საერთოდ გაქრა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი მეგობრები, ეს შეიძლება თიძესათვლელი ადამიანები იყვნენ, დღემდე ანუ ძალიან მყარად მიდგანან გვერდში, ეს რა თქმა უნდა იქნება ჩვენი საუბრები, თანადგომა, გამხნევება თუ ასე შემდეგ. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანებიც კი გაქრნენ. და არიან ისეთი ადამიანები, აი, რომელთა იმედიც ჰქონდათ და უბრალოდ გააგაწბილათ, გაგიცრუვდათ იმედი. აი, სხვანაირად არ გამიგოთ, არასოდეს ცხოვრებაში გარდა განგებისა არავის იმედი არ მქონია. ყოველთვის ვიყავი რაღაცნაირად მოტივირებული იმაზე, რომ მე ვყოფილიყავი ძლიერი, რომ ის გარემოცვა, რომელიც მიმაჩნდა ჩემ ახლობლებად, რომ მათზე ყველაზე რაღაცნაირად გარკვეული პასუხისგებლობა გრძნობდი და მინდოდა რომ ყოველთვის მე ვყოფილიყავ ინიციატორი, ასე ვთქვათ, მათი გვერდში დგომის, მათი დაცვის. ადამიანურ თანადგომას. აბა რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ნახეთ, აი ადამიანი რო გირეკავს ტელეფონზე, ან ხვდება და გეუბნება, რომ აი ვფიქრობ, რა ვქნა, რა გავაკეთო შენთვის და არ ვიცი რითი დაგეხმარო. აი სულ და რო გძნობ, რომ ეს ადამიანი ნერვიულობს ამ ემოციას რო გადმოგცემს, ის რეალურად განიცდის ამას. რა შეიძლება ეხლა არიან ესეთი ადამიანები? არიან სხვათა შორის და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები რიგი ფაქტორების გამო. და სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი. რაღაცნაირად არ ველოდებოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ამ დრომ მოახდინა ძალიან მნიშვნელოვანი გადაფასებები. ამ დროის აი ამ რაღაცა შავო მონაკვეთი. ამ ახალმა მეგობრებმა შენს ცხოვრებაში რა მოიტანა? პირველ რიგში გადავაფასე ჩემ თავში რაღაცები. მე აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მქონია შესაძლებელი ჩემ თავში. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მე მეგონა და ახალმა ურთიერთობებმა დაგანახა და გაცილებით მეტი მართებდა თურმე ადამიანებთან მიმართებაში, მათი მოსმენა, მათი დანახვა და ასე შემდეგ. ანუ ის ადამიანები, რომლებზეც შეიძლება სხვა ტიპის შეხედულებები მქონდა ჩემ ცხოვრებაში. აი მაგალითად არ მომწონდა გარკვეულწილად მათი ცხოვრების წესი, რაღაც, ბევრი ფაქტორი. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ჩემზე ბევრად მაგარი ადამიანები არიან. როგორც შეგნებით, როგორც ემოციებით, როგორც გვერდში დგომით, როგორც სიტუაციის აღქმით და იქ მივხვდი, რომ ესეც ცხოვრებისეული გაკვეთილი არის, იმიტომ რომ ადამიანებს უნდა მოусმინო და ადამიანები უნდა იგრძნო და თუ რაღაცა ტკივილმა არ მიყვანა აქამდე, ეს ძალიან გაგიჭირდება კომფორტის ზონიდან ამის გაკეთება. ამიტომ ეს ჩემთვის იყო დიდი ცხოვრებისეული მაგალითი. და ამან კიდევ უფრო მეტად მასწავლა ადამიანების სიყვარული. გიორგი, რა გახდა მთავარი პრობლემა? საიდან დაიწყო თქვენი პრობლემები? დაპირისპირება ხელისუფლებასთან მაქვს ხედველობაში? კი ბატონო, ნახეთ, როგორ არის. მე მთელი ჩემი ცხოვრების გზა, კიდევ ერთხელ ვიძახი, ფაქტიურად ავაწყვე მარტო. ამ გზაზე ძალიან ბევრი პრობლემა იყო, ძალიან ბევრი და რაღაცნაირად ვისწავლე, აი ამ მარტოობამ კიდე მოიტანა, ასე ვთქვათ, რაღაცა შინაგანი გაკაჟება, რომელიც არასოდეს არ გაძლევდა ფარხმალის დაყრის რაღაცნაირად საშუალებას. მე ამ ხელისუფლებასთან არაფერი არ მაკავშირებდა. არც დიდი ძმაკაცობა, არც რაიმე ფინანსური კავშირი, არაფერი, უბრალოდ ქვეყანაში შეიცვალა ხელისუფლება, არ მოგწონდა წინა ხელისუფლების პრაქტიკა და როგორც ერთ რიგით ბიზნესმენს, ვისაც უნდოდა საქართველოში დარჩენა და აქ თავის დარგის განვითარება, ქონდა პოზიცია, რომ რადგან ხელისუფლება შეიცვალა, ყველამ ჩვენი აგური უნდა დავდოთ ამ ქვეყნის განვითარებაში და რაღაცნაირად გვერდში დავუდგეთ. საბოლოოდ მივიღეთ რა, ანუ მე-12 წელი გადის და ხელში შეგვჭა რუსული დიქტატურა. ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა.
და ამას მივხვდი დაახლოებით 5-6 წლის წინ, როდესაც უკვე რეალურად დავინახე ის ნიშნები, რაც ჩავთვალე საგანგაშოდ. მაგრამ ამ ყველაფერს დაემატა მათი აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი დავალებები ჩვენი ბიზნესის მიმართულებით, როგორიც იქნებოდა ვთქვათ რუსი სანქცირებული ოლიგარქებისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, იქ რუსეთის დაზვერვის სამსახურებისთვის რაღაცა ამ ხელისუფლების მთავარი პირების მიერ მიღებული დავალებები, რომელიც ჩვენ შეგვესრულებინა და აბსოლუტურად გაუგონარი სხვა სიტყვამის არ შეესაბამება დავალებები, რაც გამოიხატებოდა თუნდაც რაღაც გაურკვეველი ნივთიერების ტარებაში რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებთან სხვა ქვეყანაში. რატომ უნდა გავაკეთო ეს მე, როდესაც არავის ამ ადამიანებს, ვინც ამ დავალებებს იძლეოდა, ჩემი გზის შენებაში 0 მონაწილეობა ჰქონდათ, ხო? რატო უნდა შემეწირა ეს ჩემი ტანჯვით გავლილი გზა? და ეს იყო ეს წყალგამყოფი ზუსტად რა. აქ გაიყო ჩვენი გზები, შემდეგ იყო ესეთი ძალიან საოცარი სიჩუმე. მერე უეცრად გამოჩნდნენ ჩვენ ცხოვრებაში. ანუ ეს დავალებები შეგესრულებინა. დიახ. გეტარებინა ეს ნივთიერები, იქ ადამიანები, რასაც ყვებიან. დიახ. პრობლემა არ შეგექმნებოდათ? არ შემექმნებოდა, ეგ არა გეტყვით რატომ. მისაღები ბიზნესმენი იქნებოდით? გარკვეულწილად პირველ დავალებას დავთანხმდით. და მაშინ რომელი დავალება იყო ბოდიში? ერთ-ერთ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელთან, როდესაც საჩუქრად გაუგზავნა იახტა ამ ქვეყნის ბატონ პატრონმა და ამას მალევე მოყვა მასთან ამ გაურკვეველი ნივთიერებების ტარების რაღაცა ვთქვათ რა ნივთიერებებზეა საუბარი? დღემდე არ ვიცით, ამას სხვა ქვეყნის სამსახურებიც იკვლევენ და ალბათ მალე იქნება პასუხები. იქ ვიგრძენით, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა ემსახურება ერთ კაცს და გვემსახურება ჩვენ. ამაზე ბევრი საგამოძიებო ჟურნალისტური მასალა გავიდა უკვე ეთერში. თავს დაგტრიალებდნენ, მაგრამ ხო გეუბნებით, ამითი ჩვენ არ ვიყიდებით. მე არ მჭირდება არავის თავზე ტრიალი და მე არ მჭირდება ვიღაცის მიერ ხელოვნურად შექმნილი ეს რაღაცა კომფორტი. იმიტომ მე არ მიცხოვრია ასე და ეს ჩემთვის უფრო მეტი დისკომფორტია ვიდრე კომფორტი ამ ტიპის ცხოვრება. და მე ვარ თავისუფალი ადამიანი და მე არ ჩამიდენია ცხოვრებაში არაფერი ისეთი კანონსაწინააღმდეგო, რომ დამჭირვებოდა ამ ტიპის ცხოვრება მათგან და ამ ტიპის რაღაცნაირად ხარდაჭერა. გასაგებია, თქვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდათ ამ ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებთან. ხარდამჭერიც იყავით. კი, რა თქმა უნდა, ანუ მე ამას ვიძახი, რომ მაშინ გულწრფელად უჭერდით ხარს, ხო? ნამდვილად გულწრფელად უჭერდი. თქვენი მდგომარეობის გამო? თუ? არა. აბსოლუტურად ჩემი ძირითადი გზა, რომელსაც ვაწყობდი, არ ყოფილა დაკავშირებული არც საქართველოსთან და არც ამ ხელისუფლებასთან. თქვენ თუ მე მაჩვენებთ ერთ ტენდერს, ერთ სარგებელს, ერთ ფინანსურ ოპერაციას, რომელიც მე ამ ხელისუფლებიდან მიმიღია, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს და ვიტყვი, რომ ვიტყუებოდი. მსგავს ვერაფერს არ არსებობს ასეთი ბუნებაში. მე უბრალოდ მქონდა ჭეშმარიტი განცდა, რომ მათი მხარდამჭერით, როგორც ახალი ხელისუფლების მიმართ, მე ვიღებდი ამ ქვეყნის შენებაში მონაწილეობას. მაგრამ როგორც კი შევნიშნე ის წითელი ხაზები, რომელიც მათ გადაკვეთეს და აღმოჩნდა, რომ ქვეყანა არ მიდის იმ გზით, როგორც იყო ეს გაცხადებული და რასაც მე მხარი დაუჭირე, მე მომენტალურად მათ განვდექი. მაგრამ ეს განდგომა ვიღაცებს ეპატიათ, ვიღაცებს არ ეპატიათ. ანუ სანამ არ შეგეხოთ პირადად ეს თქვენ ხელისუფლების სუსხი, ესე ვთქვათ, მანამდე არ გჯეროდათ მათი სიხისტის თუ იცით როგორ არის? ბოლო წუთამდე ძალიან მიჭირდა დაჯერება, რომ ეს იყო რუსული ხელისუფლება. იმიტომ რომ სულ აკეთებდი ანალიზს, რა განცხადებებით მოვიდნენ, რას ლაპარაკობდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები, რა განცხადებები კეთდებოდა საელჩოებიდან და პირველი მათი ვადის შემთხვევაში ეს განცხადებები ჩემთვის არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ეს იყო რუსული ხელისუფლება. თუმცა 5 წლის წინ უკვე როდესაც ჩემ ბიზნესი დაჭირდათ და ეს პირველი დავალებები წამოვიდა, იქ უკვე ჩემთვის ცხადი იყო ყველაფერი, ვისთან მქონდა საქმე
და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დამდგარიყო ჩვენი ქვეყანა. მანამდე სხვების ჩაგვრა არ გაგიგიათ ხელისუფლების მხრიდან. თუ გაგიგიათ და რაკი თქვენ არ გეხებოდა, თვალი დაგიხუჭავთ. სამწუხაროდ ასეთი იყო. ანუ როდესაც მესმოდა ესეთი რაღაცეები, ხო? მე არ მეხება, ხო? მე არ მეხება არა. ეს არ მიფიქრე არასდროს, რომ მე არ მეხება და გავჩუმდე. არა. სულ ფიქრობდი იმაზე, რომ არა, აქ რაღაც ეხა ისე ვერ იქნება რა, ესენია გამორიცხული, ეხა ამას არ გააკეთებ. არ უშვებდით. ხო, არ უშვებდი. და სულ ვეძებდი აი იმ დაჩაგრულ ადამიანში სად შეიძლება და მეპოვა ცოდვა და იმის შეცდომას. იმის შეცდომაზე. ერთი წამი არ გამჩენია ჩემ და საუბედუროდ აზრი, რომ შეიძლება ის ადამიანი მართალი იყო და ესენი იყვნენ არასწორები. მაგრამ აი როცა უკვე ხელში დავიჭირე ფაქტები პირადად შეგეხოთ და მიხვდით სხვაგან ხარ რაღაცა ხდება ჩვენ მე და მამაჩემს მაგალითად ხო სახლში ხშირად ქონია კონფლიქტი მამაჩემ ჩემს ბევრად განათლებული პიროვნება რვა ენაზე საუბრობს და ცოცხალ მოსიარულე ვიკიპედია ის ადამიანი მამაჩემი ბევრად ადრე ხვდებოდა მისთვის ბევრად ეს მათი ქმედებები უფრო შეცნობადი იყო. მე უფრო რეალისტი ანუ ამხელა ანალიზს უნარი არ მაქვს და აუცილებლად რაღაცას უნდა შევეხო, რომ ეს ამოვიცნო. კონკრეტული გიჭირდება. ეს ადამიანი სულ მეუნებოდა, რომ აი ძალიან შეგრცხვება. გავა დრო და შეგრცხვება, იმიტომ რომ არასწორ მხარეს დგახარ. მე რა იწყებოდა ამაზე არგუმენტებით ჭიდაობა ჩხუბ. აღმოჩნდა რომ მამაჩემი სწორი იყო და ჯობდა რომ თავის დროზე მისთვის მომესვი. მაგრამ ნუ ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში სუფთა ხელებით შესაძლებელია? ფაქტიურად არა. ეს რაღაც ეტაპამდე ალბათ მიგიშვებენ, რომ რაღაცნაირად ანუ აი რომ შედარება რომ გავაკეთოთ, აი კვირტებს გამოგაღებინებენ და აი როდესაც დაიწყებს ყვავილი გაშლას იქ მოგადგებიან. და მე ვიცნობ რიგ ჩემ ყოფილ მეგობრებს ბიზნესმენებს ვისაც არაფორმალური ჩვეულებრივი მოწყილეები იყავთ ხელისუფლების სახით. ყოფილს რატო ბიზნესიდან დაკარგეთ მეგობრები? ჩვენ თავს ეს პრობლემები რომ დაიკარგა ამ ადამიანებს ერთხელ არ მოვკითხივართ ჩვენ. ან როგორ ვართ რა გვიჭირს. ყოფილები გახდნენ ისინი. ნუ ყოფილია ესეთი მეგობარი, იმიტომ რომ ხა ქორწილში ყველა კარგად გამოვიყურებით და ყველა ვერთობით და უბრალოდ ერთი ზარით ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ ეთქვათ რომ რაღაცა აი ანუ ძიმე სიტუაციაში ყველაზე ჩუმად ბიზნესის სფეროა? კი. გასაგებია რომ ვიღაცაში რა მეტი ვალდებულება, უბრალოდ ნახეთ რა ხდება, ვინ შეყვა ამ თამაშში, იმდენად ისინი ერთმანეთში გადაიხლარდნენ, რომ იქიდან უკან გზა აღარ არსებობს. სასოწარკვეთაში ჩავარდნილ ხართ? არასდროს. არასდროს ჩემ ცხოვრებაში. არც ერთ ვითარებაში. მე საერთოდ არ მესმის პესიმისტი ადამიანებს. ანუ როგორ შეიძლება ამ დედამიწაზე ცხოვრობდე? ჩაგთვალა სამყარო ღირსად რომ აქ დაბადებულიყავი, მოგცა ორი ხელი, ორი ფეხი და თავი. მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ადამიანი იყოს უმადური. და ეს მადლიერება, უმადურობა პირდაპირ პროპორციულია ოპტიმიზმის თუ პესიმიზმის. იმიტომ რომ არ შეიძლება შენ მადლიერი იყო სამყაროსი იმისთვის რომ არსებობ და მეორეს მხრივ იყო პესიმისტი არა ოპტიმიზმი არის ეს სირთულეებიც გამოცდა თუნდა მიიღო ალბათ რა თქმა უნდა ჩემი აზრით ყველა ადამიანი ცხოვრებაში მოდის და მისი შეგნების თანახმად მას გარკვეულ ეტაპზე აქვს ეს ეგრეთ წოდებული ცხოვრებისეული შავი ხაზები ჩემი აზრით ეს შავი ხაზები საერთოდ დასაწყისი აქვს დასასრული. და კიდე მე გადაცემის დასაწყისში ვთქვი, რომ სამი პრინციპი არსებობს ჩემ ცხოვრებაში და აი მესამე ყველაფრისთვის მზაობა ზუსტად აი აქ რაღაცნაირად პრევენციას მიკეთებს, რომ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ბიძინა ივანიშვილს პირადად იცნობთ? ნუ ეს აი იმ პერიოდში, როდესაც მის დავალებებს ვიღებდით, მჭიდრო კომუნიკაცია გქონდა მასთან, რა თქმა უნდა. ანუ შეხვედრილ ხართ ანუ უშუალო შეხვედრით ორჯერ იყო ესეთი ფაქტი და კომუნიკაციაში ხშირად. როგორი იყო პირველი შეხვედრის დაბეჭდილება? მომღიმარე ჰეროდე შემილია ესეთი აი შევადარო. ჰეროდე აი ესეთი თუ ადამიანებს წაუკითხავთ ხო ეს მისი ფენომენი. ეს ადამიანი არის მომღიმარე ჰეროდე.
ეს ადამიანი არის მონადირე, როგორ აგიხსნათ, აი მისთვის არ არსებობს არანაირი ადამიანური ემოცია, არანაირი ადამიანური არაფერი. მისთვის ყველა ადამიანი ალბათ იმეც ვიტოვებ მისი ოჯახის გარდა, ესენი არიან შახმატის დაფაზე პაიკები. აი ეს განცდა დამჭა რატომღაც მისგან. ეს ადამიანი რომ გესაუბრება. ეს დასკვნა ორი შეხვედრიდან გამოიტანეთ თუ იმ კომუნიკაციის შემდეგ რაც მისი კომუნიკაციებიდან, მისი მას დაქვემდებარებული ადამიანები, ვინც უფრო მჭიდრო კონტაქტში იყვნენ ჩვენთან, კი როდესაც მის მესეჯებს გვიჟღერებდნენ. ეს ადამიანი მტაცებელი, ჩვეულებრივი მტაცებელია. ანუ მე მაგალითად ხო ძალიან მიჭირს კომუნიკაცია ადამიანებთან, ვის თვალებშიც ვერ ვკითხულობ ჩემთვის საჭირო ინფორმაციას. და არსებობენ ადამიანების კატეგორია, რომლის თვალებშიც ვერ ამოიკითხავ ვერაფერს და ეს ყოველთვის მეტყველებს მათი ადამიანების მიმართ რაღაც სოციოპათიურ დამოკიდებულებაზე. და ეს ადამიანი ხო გეუბნებით, მის თვალებში შეიძლება მხოლოდ ამოიკითხვა ეს მტაცებლობა და რაღაცნაირად აი ჰეროდია, ჩვეულებრივი ჰეროდია, ოღონდ ღიმილი უყვარს. აი ეს არის მის შეფასება. გულწრფელად მითხარით რა, მიიღწოდით როგორც ბიზნესმენი, რომ მისი ახლო გარემოცვა ყოფილიყავით? გეტყვით, როდესაც პირველად ქართო ფონდი დაგვიკავშირდა, ნუ ძალიან გამიხარდა. ნუ ჩავთვალე, რომ იმდენი შევძელით, რომ ადამიანების ხო ნდობა დავიმსახურეთ. ჩვენი მუშაობის ხარისხით, ასე ვთქვათ, იმ ფორმით, რა ფორმითაც ვავითარებდით ჩვენ კომპანიას. თუმცა ეს სიხარული აღმოჩნდა დაახლოებით 48 საათიანი, როდესაც პირველად მისი შესყიდვების გუნდთან მოგვიწია მუშაობის დაწყება. ამიტომ რომ მალევე გაჩნდა იქ უკვე იმპერატიული ტონი, რაღაცა ისეთი შეფარული მუქარები და იქ მივხვდი რომ უკვე რაღაცნაირად თქვათ ესე კარგიც არ ყოფილა ეს ქართო ფონდი და ბიძინა ივანიშვილი. უბრალოდ მაშინ პანდემიის პერიოდი იყო, როდესაც თქვათ დიდ ოპერაციებს ვასრულებდით და ჩვენი კომპანია აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც მათ მოთხოვნებს შეასრულებდა. და რომ გქონდა ამის რესურსი საერთაშორისოდ. თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ცხოვრებაში ქონიათ? ალბათ საკუთარ თავთან ბრძოლა. იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად რაზე გიბრძოლეთ? აი რომ გამომიმუშავებინა ის თვისებები, რომელზეც დღეს ვდგავარ. აი ეს იყო, იმიტომ რომ შეძელით? ბევრი მუშაობა დამჭირდა. ალბათ ნაწილობრივ კი. და ნახოთ დანარჩენი რა როგორ იქნება. ადამიანი სუვითარდება ყოველ ჯერზე და იცით როგორ არის, მე მჯერა სამყარო სამართლის. არ მჯერა შემთხვევითობების. ყველაფერი რაც ადამიანის თავს ხდება არის კანონზომიერი. და ეს სამყაროც არის მენტალური. შესაბამისად ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შენ ახორციელებ, არის შედეგი შენი სწორი თუ არასწორი სხვადასხვა დროს მიღებული გადაწყვეტილებების. ანუ ბუმერანგის პრინციპია, რასაც გიბრუნდით. მეცაც გეტყვით. აი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ უკვე ჩავერთეთ ამ საპროტესტო აქციებში, პირველ პერიოდში, როდესაც მე ამ აქციებზე დავდიოდი და ადამიანების თვალებში ვკითხულობდი, რომ მათ მე მიცნეს, ეს მიქმნიდა არანორმალურ უხერხულობას. აი არ ვიცოდი თავის სად დამემალა, იმიტომ რომ სულ მახსენდებოდა რომ მთელი ის პერიოდი, როდესაც მე ამ ხელისუფლებას მხარს უჭერდი, მე ამ ადამიანებს ვმტკიცებდი შავზე თეთრს. და ეს სირცხვილი დიდი ხანი დამჭირდა ისევ ჯანსაღი ადამიანების შეგნებით, რომ დამეძლია. იმიტომ რომ ამ ადამიანებისგან თუ არ ჩავთვლით მცირე ნაწილს, ვისგანაც სწორი შენიშვნები მივიღე საკმაოდ ამ პერიოდში, უმეტესმა მათგანმა მითხრა, რომ არა უშავს, ვინ არ შემცდარა. დღეს თავარია რომ სწორ მხარეს ხარ და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციის ასე ვთქვათ გამჩენი. იმიტომ რომ მიმაჩნია, როდესაც ქვეყანა დგას რეალურად დაღუპვის პირას და შენ ქვეყანას კარგავ ფაქტიურად, იმიტომ რომ ეხლა თუ ჩვენ არ გავიმარჯვეთ, ეს ძალიან დიდი პროცესი იქნება, რომელიც ალბათ
ჩვენ ვეღარ მოვესწრებით ამ პროცესს უკან დაბრუნებას, ამიტომ ამ ბრძოლაში არ არსებობს ადრე ვინ იყო, ამ ბრძოლაში არსებობს დღეს ვინ ხარ და საითხარეს დგახარ. ერთიანობა სიყვარული ქვეყნის და ადამიანებს შორის ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად ამ ასე ვთქვათ მტრები არიან, აბარ არიან, ამათ ეშინიათ. იმიტომ რომ მთელი მათი მართლობა, მთელი მათი მექანიზმი აგებულია მონობაზე, აგებულია სიძულვილზე და აგებულია მტაცებლობაზე. აი, თავის დროზე ოპოზიციური მედიების მიმართაც ქონიათ ესეთი? კი, ლანძღავდი ყველას. აგდებული დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ვაბულინგებდი, ლანძღავდი და საოცარი იცით რა არის? როდესაც დაიწყო ეს პრობლემები ჩვენს თავს, ჩვენ დაუნებურად ყველაზე დიდი გულშემატკივრები, რომ ჩვენი სიმართლე დაგვემტკიცებინა. ყველაზე დიდი კარგი გაგებით მოკავშირეები ჩვენი პოზიციების დაცვაში აღმოჩნდნენ ის მედია საშუალებები კრიტიკულად განწყობილი, ვისაც აი ესე ვექცეოდით. არასოდეს არ მისმოდა რომ იძახიან რა ჟურნალის დაარტყეს. მე ვიძახდი ხო მე რა თურმე სათხარ. ეს ხალხი არიან გმირები. ეს ხალხი არიან გმირები, ვინც რისკავს. ნული აქვს ინტერესი შენგან რომ რამე მიიღოს და თავის სიცოცხლის ფასად რისკავს შენი სიმართლის დამტკიცებას. და აი ეს თქვი რომ მე ცხოვრებამ იმდენი მეტამორფოზის საშუალება მომცა ჩემ თავში შიგნით, რომ ეს ყველაფერი შემეცნო, რომ ერთი წამი უარს არ ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი თავიდან დაწყებული. იმიტომ რომ გავაგრძელებდი აუცილებლად იმ არასწორი გზით სვლას. ამიტომ ეს მინდა რომ ყველამ კარგად გაითვალისწინოს, მათ შორის ვინც დღეს, ანუ აი ნახეთ, ადამიანები ვინც დღეს ჩუმად არიან და იძახიან რომ აბა ის გინდა, აბა ძველი ხელისუფლება გინდა, ეს ადამიანები არც მაშინ არ ყოფილან ჭეშმარიტები თავის პროტესტში. არ შეიძლება მოგწონდეს ამათი ჩადენილი სადისტობები და აპროტესტებდი იმათ სადისტობებს. ესე გამოდის რომ შენ მაშინაც არ იყავი ჭეშმარიტი. და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. როგორ შეიძლება დღეს ანუ აი პირობითად მაგალითი რო ავიღოთ, ორი კაცი რო დააყენო ორ კაცს რო კლავდეს და ერთის მკვლელობა მოგეწონოს და მეორეზე თქვა რომ ნუ არ კარგი რა. არ არის ეს სწორი. წამება ადამიანების არ შეიძლება მოგწონდეს ან არავის. და დღეს თუ ჩუმად ხარ, ეს ნიშნავს რომ შენ მაშინაც რაღაც სხვა გამოძრავებდა. იმიტომ რომ ეს ამას ვერ შეიძენ. ეს არის ინსტინქტი ადამიანის, რომ შენ არ უნდა მოგწონდეს მეორე ადამიანის ჩაგვრა. ფიქრობთ რომ დღეს ქართულ ბიზნესს ქვეყნის კეთილდღეობისთვის მეტის გაკეთება შეუძლია? რა თქმა უნდა, ბიზნესი არის ამ ქვეყანაში ვინც ქმნის დღის წესრიგის ალბათ 30%-ს. თუ მეც არა. ეს ადამიანები რო გათავისუფლებულიყვნენ თავის დროზე აი ამ რაღაცნაირი ჯაჭვებისგან, რითიც არიან მიჯაჭვული ამ რუსულ სადისტურ რეჟიმს, ჩვენ დღეს ეს ვითარება არ გვექნებოდა. მაგრამ ნუ ადამიანია, ისე ბუნება არის, ხასიათია და ვიღაცებმა არჩიეს ამ მდგომარეობაში ყოფნა და თვლიან რომ სწორ გზაზე არიან. მაგრამ მათ ავიწყდებათ რომ მათ ყავთ შვილები, ვინც ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ. და შეიძლება მათი შვილები რო წარმოიზრდებიან, მათ კონდეთ განსხვავებული აზრი. და აი როცა ჩავარდებიან ჩვენ დღეში. კი, როცა ჩავარდებიან ჩვენ დღეში, მერე ძალიან სანანებელი იქნებათ მის მშობლებს, რომ მათ წვლილი აქვს შეტანილი მათი შვილების უბედურებაში. აი ეს არის აქსიომა, რომელიც ასე იქნება. როდესაც ეს ინტერვიუ გავა, ჩვენ უკვე თავისუფლებაზე აღარ ვიქნებით. რისი დატოვება გენანებათ გარეთ? ძალიან ვერ ვფიქრობ ეგ ამაზე და გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. თქვენ გითქვით რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვარო, მაგრამ მაინც აი ვინ არის ადამიანი, ვინც გეიმედება ცხოვრებაში? დედა. დედა. კი.
დედა რომელიც არის ჩემთვის არ ვიცი ალბათ ყველაფერი ანუ არ ვიცი ეს ადამიანები მშობლები ზოგადად მათ არ აინტერესებთ არაფერი მათთვის მათი შვილი არის ყველაფერი აი არ აქვს მნიშვნელობა საკითხს რა თქმა უნდა აქ მამაც მოიაზრება უბრალოდ მამები მაინც მოზომილები არიან ემოციებში და დედა ყველაზე მეტად ნერვიულობს ну ეხა არ იმჩნევენ რა თქმა უნდა ეხა იციან ჩემი ხასიათი და ეს მონოტონურად ჩემ დასანახად მაინც რაღაცა ესე მომღიმარეები არიან და პირიქით აქეთ მამხნევებენ მაგრამ დედას და შვილს შორის არის უწყვეტი კავშირი და ყოველთვის გზნობს დედას და შვილის სულ თქვა შორ მანძილზე იყვნენ ერთი რას განისთის და მეორე რას განისთის ანუ მე უბრალოდ ერთადერთი რაზეც მწყდება გული რომ თუ ამ ბოროტების მანქანამ მე გარკვეული წლები წამართვა და ამის დიდი რეალური შანსი არსებობს ჩემ გეგმებში არ ყოფილა მე მინდოდა რომ ჩემი საუკეთესო წლები როდესაც მე ძლიერი ვიქნებოდი ჩემ მშობლებს ეცხოვრათ ისე როგორც უოცნებია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ მაგრამ სამწუხაროდ აი არ გეძლევა ამის საშუალება იმიტომ რომ სიტუაციურად გიწევს სხვა რაღაცასთან გამკლავება დედამ იცის რეალურად რა საფრთხის წინაშე დგახართ თუ მაინც რაღაცნაირად შელამაზებულად აწვდით ინფორმაციას არა სხვათა შორის ну ერთი ვერ მიაწვდი სხვანაირად ვერ დავმალა ვერაფერს თან ეხა სამი შვილის დედაა და სამი ბიჭის დედა არის და ცეთია ძალიან გაკაჟებული ხო რაღაცა ანუ არ არის ფარხმალის და არასდროს არ ყრის ფარხმალს და ხანდახან დღესაც რო დაჭირდება ესე ხუმრობი დირექტორს ვეძახით სახში მაგრამ რა თქმა უნდა მან ყველაფერი იციან ჩემი ოჯახის წევრებმა იმიტომ რომ რაღაცნაირად მე ვარ იცით როგორ არის გავიდა დრო და სიტუაცია შეიცვალა დღეს მე ვარ პასუხისმგებელი ჩემ ოჯახზე და მე ვალდებული ვარ რომ მათ კონდეთ სრული ინფორმაცია იმიტომ რომ ყოველში არაცხოვრო რა თქმა უნდა აბა რა ხო და მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც რაღაცნაირად სულ ჩემ გვერდზე აი თავიდან იყო რომ აი და უი მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანი მე მითხრეს რომ გიორგი ჩვენ გჯერა შენ არასოდეს არ დაგიყრია ფარხმალი და ხშირ შემთხვევაში დიდი ბრძოლები დაგიმთავრებია გამარჯვებით და არც ეს იქნება გამონაკლისი ამიტომ ბოლომდე ჩვენ შენს გვერდზე ვართ მაგრამ ამ სიტყვების მიღმა ვიცი რომ არის ეს მათი ნერვიულობა რაც ბუნებრივია მე რა არცით აი სულ უყურებ აი ეხლა აი ამ სინდისის პატიმრების მშობლებს და რაღაცნაირად ვიცი რომ ამას დედა ჩემიც უყურებს მამა ჩემიც უყურებს და მინდა რომ აიღონ მაგალითი ამ გმირი მშობლებისგან რომ ისინი როგორ დგანან სადარაჯოზე ამ მათ შვილებთან ერთად ბრძოლაში და ვფიქრობ რომ ასეც იქცევიან და ეს ძალიან სწორია იმიტომ რომ ამ ბოროტების მანქანას, ამ რუსულ დიქტატურას უნდა ზუსტად რომ დაამკვიდროს ისიში, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, თუმცა ბრძოლას აზრი აქვს. და ეს ცხოვრებაში არაერთხელ გვინახავს ყველას. უბრალოდ ყველა მინდა რომ ძალიან კარგად ჩაიხედონ გულში რაში ცვლიან ამ ყველაფერს. აი სანაცვლოდ რაის ბიძინა ივანიშვილი ხალხნო, რაის ქართული ოცნება და სად ხართ? ნუ არ ვერ გხედავთ, არ მისმის თქვენი. ჩვენ ხო ერთად გავიზარდეთ. ახლა 53 სკოლა დავამთავრე და იმ რა ვიცი, მთელი თუ არა ნახევარი თბილისი ჩემი და ჩემი ძმების მეგობარია. ჩვენ ხო ერთ ღირებულებებზე გავიზარდეთ. რა შეიცვალა? სად მოხდა ეს? სად დაუშვით შეცდომა? სად გაიპარა, რომ ადამიანები დღეს ვეღარ წონიან სად არის სიმართლე? ეს არ არის ნორმა, ეს მე ეხლა ხვდები რომ მთელი ეს პერიოდი აი ეს განათლების სისტემის განადგურება, რაღაცნაირად აი ეს ფინანსური მიჯაჭვულობები, ეს ყველაფერი კეთდებოდა ამ დღისთვის. რომ გადამწყვეტ მომენტში იმ ადამიანებს, ვისაც ერთმანეთს იმედი უნდა გქონოდა, აღმოჩნდით სხვა მხარეს. სხვა მხარეს, ხო. ეს არ არის ნორმა. გიორგი, კონკრეტული ქმედებები, რომლის განხორციელებაც ახლა აუცილებლად მიგაჩნიათ. ახლა საკმაოდ უცნაურ პოზიციაში ხართ ახლა. ფაქტობრივად
მე არ ვიცი. რამდენიმე წუთის წინ ფაქტიურად თქვით, რომ დამიჭერენო, ხო? არა, ჩვენ დაგვაკავებენ ეს გადაწყვეტილი აქვს უკვე. ფაქტიურად ბოლოშია გასული ჩვენი სასამართლო პროცესების შეთითხნილი შეკერილი საქმით. აბსოლუტურად სამოქალაქო საქმე გადაკერეს სისხლის სამართალში და ასე უტიფრად ამას ამტკიცებენ და ამას ხელს უწყობს ეს კლანი მოსამართლეები, ეს რაც პაიკი პროკურორები, ან თქვენ რომ ნახოთ რა ამაზრზენია ამ ხალხის ყურება, როგორც მონოტონურად იციან რომ ეს უნდა გააკეთონ და ვერც გიყურებენ თვალებში. თვალებში ვერ გიყურებენ და თავჩახრილები ამას აკეთებენ. ეს არის გულისამრევის ანახაობა უკაცრავად ამ გამოთქმისთვის. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ქმედებები, რომლის განხორციელებაც ახლად მიგაჩნიათ აუცილებლად. რა არის? ბრძოლა უპირობო ბრძოლა და ის პროტესტი, რომელიც თითქმის უკვე 100 დღეა მიმდინარეობს. როგორც კი ისინი შეატყობენ, რომ სადღაც რომელიღაცა გოძი შეირყა ამ დიდი ერთობის, ისინი მომენტალურად ამ ყველაფერს დაშლიან. ამიტომ მე მჯერა, რომ ადამიანები ყოველდღიურად რწმუნდებიან იმაში, რომ ამ რეჟიმს ქვეყანა მიყავს არ ვიცი, უბსკულში. ეს არის რაღაცა უბედურების უბსკული და რუსეთი, რომლისგანაც ჩვენ დიდი ხნის წინ თქვით უარი რომ არ გვინდა. და ამინდებიც გამოვა, რაღაც გაზაფხულს ყოველთვის ახლავს მეტი мотиваცია, მეტი ხალისი და ეს ყველაფერი გასმაგებული ძალით კიდევ უფრო გადიდება, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები, ვინც დღეს უკვე გამოკეტილი არიან ციხეში, ის ადამიანები იბრძოდნენ თქვენი, ჩემი და ყველას ოჯახებისთვის. და ეს იგივეა, რომ არ ვიცი, ადამიანი რო კვდებოდა ვიღაცამ გადაგარჩინოს და მადლობა არ უთხრა. და ეს მადლობა უნდა გამოიხატოს ამ პროტესტის გაგრძელებაში. სანამ ეს პროტესტი არსებობს, ვერანაირი ლობისტები, ვერანაირი საქმის დაალაგება ამ ხელისუფლებას ვერ უშველის. ჯერჯერობით ისინი ვერაფერს ვერ ალაგებენ და ამის მთავარი მიზეზი არის უწყვეტი პროტესტი. ციხის შიში გააქვთ? ძალიან ვერს ვფიქრობ ეკა ამაზე და შიში ნაკლებად ალბათ მაინც იმდენად აქტიური ადამიანი ვარ და იმხელა ენერგია მაქვს ყოველ დილას რომ სულ ვფიქრობ რომ იქ საწავიღებ ამ ენერგიას ეს და დაკარგული წლები ხო ეს მაღელვებს თორე შიში ადამიანს რის შეიძლება ქონდეს ხო ყველა სიკვდილის რომელიც ოდესღაც მაინც დადგება. მე ჩემ თხოვენებით რა ყოველთვის ვაკეთებ რაღაცა ფორმულირებებს ჩემ თავთან, ხო? მაშინ ასე გითხავთ. ხა კი გვემუქრებიან იქაც, რომ იქ მოგწდებით კიდე სხვანაირად გაგისწორდებით, მაგრამ არის ეგ მოხარები? არის, კი. ჩვენ ხა ბევრი ინფორმატორები გვყავს რა. ხა ამათი სისტემა ეკა იმდენად შიგნიდან დამტრეულია და იმდენი ადამიანი აცნობიერებს, რომ რაღაცა სწორედ ვერ ხდება, რომ ყველა ეს უმეტესობა ადამიანებს ეძებენ გადასარჩენ გზებს და ამ გზების ძიებაში რაღაცნაირად თავისი ძღვენი მოაქვთ ინფორმაციების. და ეს მაღელვებს უბრალოდ რომ რატო, ხო? რატო უნდა დავკარგო ეს პერიოდი, როდესაც მე არასოდეს ისე არ მიცხოვრია, რომ რაღაცა საციხო ჩამედია. და ყოველთვის ვითვალისწინებდი სხვა ადამიანების აზრს და რომ რაღაცნაირად ესე გამზარდეს მე სახში რომ არავის არ უნდა დაუშავო არაფერი. მოდი ასე კითხავ, რისი დატოვება გენანებად გარეთ? თუ დაუშვით რომ სიმართლე გითხრათ? ხო აბა? ნერვიულობ, შეიძლება ხა ჩათვალოთ რომ ეს კაცი არანორმალურია, მაგრამ ყველაზე მეტად რასაც განვიცდი ეს არის წელს დაურგე უიშვიათესი ვარდების დიდი კოლექცია. შეიძლება რომ ამ ყვავილების ასე ვთქვათ გახსნას ვერ მოვესწრო. როცა იყვავილებენ ამაზე ვინ მოულის ვთქვათ ისე სათანადო ჩემი აკვარიუმის თევზებს. ძაღლს ვინ მოულის
და ვოლიერში ჩიტებს ვინ მოვლის ეზოში. აი ეს საკითხი არის ჩემთვის, აი როგორ ყველაზე მეტად აი თუ გულახდილად ვისაუბრებთ, პირველ რიგში ეს ვარდების თემა მადარდებს, მეორე აი ეს ცხოველების მოვლის საკითხი და ნუ რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები რა მდგომარეობაში იქნებიან ხო რა განცდებში, მაგრამ გულახდილად თუ გინდათ, პასუხი ეს არის. ნამდვილად არ ველოდი ეკეთებას. კი. ქვეყნის დატოვებაზე გიფიქრიათ? არასდროს. თუმცა რომ გქონდეს ამის საშუალება, ამ ეტაპზე ალბათ რაღაც პერიოდი დავტოვებთ. იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა. ეს არის ნამდვილი ბრძოლა. ციხეში შეიძლება ვერ ვიყო ისეთი ეფექტური ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ მე მონაწილეობ აი ამ საპროტესტო ნაწილში ძალიან აქტიურად. რითიც შემიძლია კიდე ადამიანებს გვერდშიც უდგავარ და ისეთი ეფექტური ვერ ვიქნები ციხიდან. იქიდან ხო? ამიტომ რომ მქონდეს საშუალება რომ რამენაირად დროებით მაინც თავი დავახციო თავისუფლების აღკვეთას, ამას ალბათ გავაკეთებდი. თუმცა არ არის ამის საშუალება. ამიტომ რაღაცნაირად მივყვები ამ გზას, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ არის შემოთავაზებული. ხვალინდელი დღე როგორი წარმოგიდგენია? ხვალინდელი დღე მე მაინც ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი. ძალიან. რაღაცნაირად აი მგონია რომ ეს რაღაცა ენერგია შეიცვლება, ეს შავი ხაზი საქართველოს ისტორიაში დასრულდება და ყველაფერს დავიწყებთ თავიდან, მაგრამ იოლი არ იქნება. ამათმა შეძლეს და იმდენად დააზიანეს 35 წლის ნაშენები გზა, რომ ამის აღდგენა ეს არ არის 1 და 2 წლის საკითხი. წლები უნდა ხო? და ჩვენ და სამწუხაროდ ისიც კი გათვლილი აქვს, რომ ეს წლები მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ, იმიტომ რომ გარკვეული რეგულაციები არსებობს. თუნდაც ევროპის გაფართოების ნაწილში. და რისთვის გვინდა ევროპა, ხო? იდეაში რომ დავფიქრდეთ. ევროპა ხო არის ცხოვრების ხარისხი პირველ რიგში. ეს არის ადამიანის უფლებების ხარისხი. და მესამე, რაც ყველაზე ძალიან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ გვყავს მუდმივ მოქმედი მტერი მეზობლად. რომელსაც ვერ უმკლავდებით, ჩვენი ძალებით ვერ უმკლავდებით. ამიტომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ისეთი ერთობის და ისეთი კავშირის ნაწილი, რომელიც გარკვეულ უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა. და თითქმის არ ვიცი ამ ზღუბს გადაბიჯებულები, აი ეს მოგკიდეს ხელი და უკან გადმოგქვაჩეს. და ეს არ იქნება იოლი გზა ამ ყველაფრის რეაბილიტაცია, თუმცა შესაძლებელი. ამიტომ ხვალინდელი დღე ჩემთვის მაინც არის რაღაცა იმედის მომტანი. ძაღლად მჯერა რომ ბოროტება ვერასოდეს ვერ იმარჯვებს სიკეთეს. და არც ეს სიტუაცია იქნება გამონაკლისი. გამოუვალი სიტუაციიდან ხშირად გამოსულ ხართ? კი. და აი აქ უკვე ვთვლი რომ ეს ღმერთის რაღაცნაირად ღმერთის ხელიც ურევია ხშირ შემთხვევაში. იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ყოფილა სიტუაციები პრინციპში გამოუვალი, საიდანაც არაერთხელ მინდა ვთქვა. საიდანაც გამოსავალი არ არსებობდა. უეცრად თუ ეს სიტუაცია ვერ ტრიალდებოდა, მაშინ დედამიწა იწყებდა ხოლმე უგუღ მატერიალს და ეს სიტუაცია სწორდებოდა. ღმერთის ხელის მოქმედების ძალიან ღმად მწამს. შეიძლება ეს არ იყოს ის რომ არიქა არ დაგიჭერენ, დაჭერეთ ყველა ვარიანტში დაგვიჭერენ, მაგრამ ყველა ვარიანტში სადღაც რაღაცა ჩდება. ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. აი ძალიან. და ამართლებს ყოველთვის. კი, ამ ინტუიციით ვიცი რომ ამ ბრძოლაში წაგებული ვერ გამოვა. ეხლა ვიღაცამ შეიძლება 24 საათი იზეიმოს და დაგვაკავონ. მაგრამ ამით ეს თამაში არ თავდება. ამ თამაშს კიდე გაგრძელება აქვს. სადაც შეიძლება როლები შეიცვალოს. და ეს ასეც იქნება. ნახოთ. გიორგი, ადამიანის ცხოვრებაში მთავარ დანიშნულებად რა მიგაჩნიათ? ეს ძალიან საინტერესო კითხვა არის. ალბათ მაინც ისევ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვიმსჯელებ. პირველ რიგში ჩემი აზრით სამყაროს არ უყვარს ადამიანები, ვინც არაფერს არ ქმნიან. მაგრამ ჩემ შემთხვევაში როგორც კი წარმატება მოდის,
თუ მე ამ წარმატებას გარშემოყოფებს არ უზიარებ, მომენტალურად რაღაცა ისე ვერ ხდება, ხო? კაი რა, ესე გაქვს დაცდი. კი. აი საკმარისია რაღაც ეტაპზე წავიბორძიკო ამ ყველაფრის განაწილებაზე, და მარტომ შეირგო, ხო? ხო, აქ არ არის მარტო ფინანსურ ნაწილზე, აქ არის ყველა ტიპის ემოციურ ნაწილზე, ვიღაცის ანუ აი ხო შეიძლება რომ შენმა ერთმა სიტყვა ვიღაცა ადამიანს რაღაცა აი ნებისმიერი ტიპის განაწილებაზე, სადაც დამიზოგია თავი უახლოეს 24 საათში რაღაცა შეცვლილა. დასჯილ ხართ. კი. ანუ ეს ჩემ შემთხვევაში ძალიან სწრაფად ხდება ხოლმე. მაგრამ მე ასევე მინახავს ის ადამიანები, ვინც დაუმსახურებლად გვერდჩოდნენ, მათ როგორ დაამთავრეს მათი გზა. ამიტომ ჯერა რომ ეს ფორმულა ეხაც ძალიან აქტიური იქნება და გამომდინარე მასშტაბიდან მასშტაბური იქნება ამის შედეგებიც. და ეს ძალიან კარგად იცის, ვინც მოისმენს ამ გადაცემას, რაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს სამყარო სამართალი, სადაც ჩვენ ყველას გვაქვს ერთი წონა და ერთი ფორმა. იქ არავინ არც მდიდრები არსებობენ, არც ღარიბები არსებობენ, არც ძლიერები, არც უსტები. იქ ყველას აქვს ერთი და იგივე წონა და ფორმა. ეს სამყარო სამართალი მუშაობს ძალიან სხვანაირად. და ბოროტების შემოქმედმაც იცის ეს კარგად და მეც ვიცი. დანარჩენს დავაგვირდეთ. ეს ინტერვიუ როცა ეთერში გავა, არ არის გამორიცხული, რომ გისოსებს მიღმა იყოთ. ჩვენ შეიძლება თავისუფლებაზე აღარ ვიყოთ. რა გინდათ რომ უთხრათ ადამიანებს აყურებელს? მინდა უთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არანაირი სევდა, არანაირი რაღაცა წუხილი და პესიმიზმი ბრძოლა ბოლომდე, იმიტომ რომ აქ არც ჩემზე გადის საკითხი, არც თქვენზე და აქ გადის ჩვენ მომავალზე და ჩვენ ქვეყანაზე. ამაზე მნიშვნელოვანი მე რაც მინდა თუ გამოვედი ციხიდან და დამხვდა ქვეყანა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ამათ მიყავთ ეს ქვეყანა. ან ვის რა თუნდა, ხო? ჩვენ ნახეთ ხალი რომელმაც რამის 40 დღე იშიმშილა და ესე დემონსტრაციულად მის კვლელობაზე იყვნენ წასულები. როგორ შემიძლია მე დღეს ვიწუწუნო რამეზე? ეს არის გამორიცხული. როცა მყავს მაგალითი მზია ამაღლობელი და მისი შეუპოვრობა და მისი ვაჟკაცობა. ან რომელ ერთი ჩამოვთვალოთ ეს დაკავებული ხალხი. ეს ადამიანები ხო ჩვეულებრივი გმირები არიან. და მათ ჩვენ გამო აი ეს მიიღეს რა მდგომარეობაში დღეს არის. არანაირი წუხილი და არანაირი სევდა, პირიქით მეტი ბრძოლა და თუ კი ვინმე ჩვენთვის კარგი უნდა, ყველა უნდა იყოს ჩაბმული ამ ბრძოლაში. ეს არის გარდაუვალი. და მე მჯერა რომ ეს ასეც იქნება. სისტემას რას ეტყობდით? ბევრს ფიქრობენ, დამიჯერეთ, ეგა ბევრს ფიქრობენ რისკებზე, არიციან სად არიან, აცნობიერებენ იმას, რომ მათი ძალაუფლება არის ძალიან დროებითი, მაგრამ მაინც მოგეუბნებით მათ დახურული აქვთ აღქმის უნარი და ბრმად მიაბიჯებენ აი ამ ვიღაცების მიერ გაკვლეულ გზაზე. მერწმუნეთ, რომ ბევრი გვინახავს თქვენაერ მდგომარეობაში, ბევრი გვინახავს ცხვირ წამტრეული და სავალალო იქნება შედეგები მათთვის და მათი ოჯახებისთვის. იმიტომ რომ ისტორია არ პატიობს ესეთ ღალატს. ეს არის გამორიცხული. ამ ღალატის ფასი ყოველთვის არის არ ვიცი, აი როგორც რამდენიმე გვარი შემოგჭა მოღალატე და ვიცით ხო, აი ესეთივე იქნება მათი ყოფა, ну რა თქმა უნდა, კანონის წინაშე პასუხისგება ეს გარდაუვალი. თქვენ წარმოიდგინეთ ამდენი პროკურორი, ახალგაზრდა პროკურორი, ამდენი მოსამართლე, ეს ადამიანები ხო ჩვეულებრივად პოტენციური, დღეს პოტენციური, მაგრამ
უახლოეს მომავალში გარანტირებული პატიმრები არიან ადამიანების მიმართ ჩადენილი პრობლემების გამო. ნუ გადაწყვეტილების მიღების პირებზე ხო საერთოდ არც აღარ ვიძახი, მათ ისტორიულად ექნება სტატუსი ქვეყნის მოღალატის. და ეს არის გარდაუვალი პროცესი. გიორგი, რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. მე რაც მინდოდა ყველაფერი გკითხე. თუ რამის თქმა გინდა და დამატება არაფერი. შემიძლიათ რომ მოგცეთ. ბრძოლა, გაუთავებზელი ბრძოლა, იმიტომ რომ დღეს არ არსებობს სხვა პრიორიტეტები ეგა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყანა და დავიბრუნოთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ. უპირობო სიყვარული და თანაგრძნობა ადამიანებს შორის ეს არის ის იარაღი, რომელსაც ისინი ვერ ერევიან. ამიტომ ერთობა და სიყვარული. ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა დიდი წარმატება გისურვოთ. დიდი მადლობა თქვენი. ოპტიმიზმი არ დაგეკარგოს. არასდროს. ეს არის რაც მათ ყველაზე ძალიან ვნებთ. და ამას გზნობს ყველა ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მთელი გული დიდ მადლობას გიხდით, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე მინდის საქმე, რომ სავარაუდოდ როდესაც ეს ინტერვიუ გავა, ჩვენ უკვე თავისუფლებაზე აღარ ვიქნებით და მინდა რომ რაღაცნაირად ადამიანებმა პატარა, ну რა ვიცი, ელემენტარული მაგალითი მაინც აიღონ, რომ იმ ადამიანებმა განსაკუთრებით ვისაც დღეს არ უნდა ჭეშმარიტების დანახვა, რომ შემდეგები არიან ისინი. რომ ჩემ ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი ამ ხელისუფლებას, როცა იყო, თუ რეჟიმი რო გახდა, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი. მე არაფერი არ დამიშავებია, უბრალოდ მე არ შევასრულე ანტისახელმწიფოებრივი დავალებები. აი ეს არის რეალობა. მადლობა. ხნეობას გისურვებთ, გამძლეობას, არ ვიცი, კიდევ ერთხელ ღვთისწყალობას და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. ეს იყო გადაცემა პირველი სტუდია, ჩემი სტუმარი იყო ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად.